მოგესალმებით, ხმა გადავამოწმო და დავიწყოთ. მე მგონი კარგია, შეგვიძლია დავიწყოთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან ისეთი სწრაფად მიმდინარე პროცესები ხდება, რომელშიც ჩვენ მართებს დაკვირვებულად გავიაროთ და ვიფიქროთ. მე მინდა დავიწყო ერთი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხით, რომელიც დღეს ერთმა მე ვფიქრობ, რომ კარგმა ადამიანმა დასვა და მან დასვა საკითხი ასე, რომელიც მე მადლობას ვუხდივ მას, იმიტომ რომ არის საყოველთაოდ საკმაოდ ბევრ ადამიანში, მაგრამ აბსოლუტურად მცდარი და გაუგებრობა იმაში, რადგან ახლა მე ავხსნი. ბატონმა დასვა შემდეგნაირად საკითხი. როგორ უნდა შემოგიერთეთ მე ქართველთა დიდ გაერთიანებას, როდესაც თქვენ გამოკრული გაქვთ გამსახურდიასა და კოსტავას სურათები და ისიც ვერ გაგიგიათ, რომ ეს ჩვენი ქვეყნის წარსულია და ამდენად გასაგებია განწყობა მისი. ეხლა მე უნდა ავხსნა, ძალიან გთხოვთ ყურადღებით მოусმინეთ ყველამ, ვისაც ესმის ეს ყველაფერი, ვისაც არ ესმის. აქ არის ფუნდამენტალური არასახელმწიფოებრივი აზროვნება და ჩვენი მიზნების, ჩვენი მოძრაობა, რასაც ქვია ქართველთა დიდი გაერთიანება, ყველა საქართველთან ერთად საქმიანობის აბსოლუტური გაუგებრობა. ორი რამ არის. პირველი, ჩვენ გვაქვს 1921 წლის დროშა იქ. რატო? ჩვენ არ გვესმის სხვაობა იმ ცუდ მთავრობას შორის, რომელმაც კატასტროფამდე მიიყვანა საქართველო 1921 წელს უზარმაზარი გეოპოლიტიკური შეცდომების გამო და არ გვესმის ის, რომ იმ დროშის მქონე დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფო აღიარებული ერთა ლიგის მიერ, აღიარებული ჩრდილოეთის მაშინ უკვე რევოლუციური წითელი რუსეთის მიერ დაამხეს და დაიპყრეს. ესე იგი, ის დროშა დამხობილი ქართული სახელმწიფოს სიმბოლოა, რომლის დამოუკიდებლობა ხელყოფილი იქნა და ის ამ დამხობის შედეგები დღეს ბოლომდე არა მარტო გაცნობიერებული არ არის ქართველებს შორის, არამედ არც კი არის მისი უდიდესი მნიშვნელობა გაგებული. ესე იგი, ხაზს უსვამ ყველასთვის. ის დროშა არის დამხობილი ქართული სახელმწიფოს სიმბოლო. ქართული სახელმწიფო და კონკრეტული პიროვნება ერთი და იგივე არ არის. თქვენ შეიძლება კონკრეტული პიროვნების მიმართ გქონდეთ დადებითი თუ უარყოფითი მოვლენები, მაგრამ სახელმწიფოს მიმართ თუ გაქვთ თქვენ უარყოფითი მოვლენები, მაშინ პრობლემა თქვენში უნდა ეძიოთ. ესე იგი, ეს პირველი. მეორე. იქ არის გამოკიდებული ზვიად გამსახურდიას სურათი და მერაბ კოსტავას სურათი, მაგრამ
ის სიმბოლო, ის დატვირთა, რომელიც ჩვენ ოფისში ამ სურათებს აქვს და ეგრეთ წოდებულ ჭყალებში ძალიან საცოდავ ხალხს, რომლებსაც ზვიადისტები ქვია და მე არაფერს ვამბობ ძალიან ღონიერ ქართველებზე, რომლებიც ზვიადის გვერდით იდგნენ, მაგრამ ამ თემას არ ვარჩევ. ის, ვინც ეგრეთ წოდებული ზვიადისტები გამოფენენ ამ ორ სურათს და ის, რა ჩვენ გამოფინეთ, სხვადასხვა. ავხსნი. ზვიად გამსახურდიას სურათი, პორტრეტი იქ დაკიდებული არა იმისთვის, რომ ჩვენ პიროვნულად მასზე ვაკეთებთ, არამედ ზვიად გამსახურდია იყო ქართული აღიარებული სახელმწიფოს არჩეული კანონიერად პრეზიდენტი, რომელიც დაამხეს. ხასუსამ, ვინ დაამხო გარედან, ამაზე არაერთხელ მისაუბრია, ვინ შეასრულა შიგნიდან და ასე შემდეგ, ფული ვის იყო და ასე შემდეგ, ყველაფერი ვის. ესე იგი, ზვიად გამსახურდია იქ არის ქართული დამხობილი სახელმწიფოს სიმბოლო. ხასუსამ, საერთოდ არ მაინტერესებს არავინ, არანაირი ადამიანის შეხედულება, რომელსაც მოწონს თუ არ მოსწონს ზვიად გამსახურდია. ესე იგი, თუ თქვენ მიგაჩნიათ, რომ 92 წელს მოკლეს ზვიად გამსახურდია, თუ დაამხეს და მერე მოკლეს ზვიად გამსახურდია და გინდათ ეს ყოფით დონეზე გადაიყვანოთ, მე ამის არ მოგცემთ, იმიტომ რომ ჩვენ სხვა დატვირთვა გვაქვს. ჩვენ კი ვამბობთ ზუსტად იმას და გაგებული უნდა იქნას ზუსტად ისე, როგორც ჩვენ ვამბობთ. არც ერთი სიტყვა იქეთ, არც ერთი სიტყვა აქეთ. არაფერი დააკლოთ. ესე იგი, ზვიად გამსახურდია გამოხატავს დამხობილ, უკვე მეორეჯერ 100 წელიწადში მეორეჯერ დამხობილ ქართულ სახელმწიფოს და სანამ ქართული სახელმწიფო ლამის გაქრობის წინაშე მდგომი ხალხსუსვამ გონივრად იყავით, ლამის დაკარგვის წინაშეა ქართული სახელმწიფო, თუ ქართველები დროზე არ მოვლენ გოლს. ესე იგი, სხვაობა გასაგებია ზვიადისტის მიერ ჭყალებში, არავითარ შეურაცხყოფას არ ვაკვირდებ, ზვიადის გვერდით ძალიან გულიანი და ბევრი ღირსეული ადამიანი იყო, მაგრამ ტრაგედია, რომელიც მოხდა, გაცილებით დიდი მასშტაბის იყო და ეს ყველაფერი ქართველების ხელით გაკეთდება. გასაგებია, ხომ? მეორედ დამხობილი ქართული სახელმწიფოს სიმბოლოა, ესე იგი, დროშა გითხარით, ესეთ ერთი და იგივე ფუნქციას ასრულებს, ის დროშაც და ზვიად გამსახურდიას პორტრეტი. მერაბ კოსტავას სურათი. ამას თავისი დიდი სიმბოლური დატვირთვა აქვს. იმიტომ რომ ჩვენ იქ დაკიდებული გვაქვს მერაბ კოსტავას სურათი, არა როგორც თქვა ძალიან, არამედ გაუტეხელი სული სიმბოლო. მისი პოლიტიკური საქმიანობის დადებითი უარყოფითი მომენტი, ის რომ პიროვნულად მათ შტაინერი უყვარდა და ასე შემდეგ და ქართველ წმინდანებთან ერთად აიგივებდა რაღაც, ესე იგი, მომენტებს 1000-ჯერ არ გვაინტერესებს, არც ის მაინტერესებს, ვის მოგწონთ მერაბ კოსტავა და ვის არ მოგწონთ და მიგაჩნიათ, რომ იმ ხელისუფლებას გადაყვა, რომელიც შემდეგ დაამხეს, არა, ესე იგი, არასწორად ფიქრობ. ის არის გაუტეხელი სული, არაფერი დღეს ისე არ ჭირდება ქართველს, როგორც გაუტეხელი სული. ჩვენ უბრალოდ სიმბოლურად მივანიშნებთ, რომ როგორათაც არ უნდა გიჭირდეს, როგორი რთული სიტუაცია არ უნდა იყოს, შენ კარგად უნდა გესმოდეს, რომ გამოსავალი არსებობს და გამოსავალი შენშია. შენს გულის თქმაშია, შენს იმ კულტურულ, რომ იტყვიან, სიმდიდრეშია, რომელიც აღზრდის დროს მშობლებმა, ბებებმა, ბაბუებმა ჩაგიდეს, თუ ჩაგიდეს. ხო, სწორია, მე ვსაუბრობ მხოლოდ იმ ხალხზე, ვისაც დედის და მამის, ბებიის და ბაბუის აღზრდის მადლი გამოყოლია და არა იდეოლოგიით განადგურებული ხალხისთვის ერთმა ცნობილმა ადამიანმა ვითომ გადაკრვით მითხრა, რომ არიქაო შენო, ესე იგი, ერთუჯრადიანებს უძახი ვიღაცებს, ქართველი ხალხის გაერთიანება გინდა. მე მინდა საღი ქართველი ხალხის გაერთიანება და ამას აუცილებლად გავაკეთებთ. ის, რაც გამოკრულია, არის აი ასეთი დატვირთვის. ამიტომ თუ თქვენ ზვიად გამსახურდიას პორტრეტი
ნერვებს გიშლით და წარსული გონიათ ქართული სახელმწიფოს დამხობა და ეხლა აგერ ბელადი ყავთ არაფორმალური, ეგერ მეორე ბელადი ციხეში ზის და ასე შემდეგ და ეს დღევანდელობა, მაშინ კარგად იცოდეთ, ქართული სახელმწიფო არ იარსებებს. ქართული სახელმწიფო შეიძლება ფეხზე დადგეს სამართლებრივ პოლიტიკური აქტის შედეგად, რაც იქნება კონსტიტუციური წესრიგის აღდგენა უზარმაზარი სიმბოლური დატვირთვის. ჩვენ მაშინ ვალს მოვიხდით იმ ორი სიმბოლოს წინაშე, სახელმწიფო კი სიმბოლოებია დროშა, პრეზიდენტი, პარლამენტი და ასე შემდეგ, ეს არის ხუთი სიმბოლოა, სულ განა ბევრია. აქედან გამომდინარე, საუბარი იმაზე, რომ წარსულია დამხობა, განადგურება სახელმწიფოსა არასდროს იქნება წარსული, იმიტომ რომ თუ შენ ამას წარსულის რანგში გადაიყვან, შენ მომავალი არ აქვს. ამიტომ მე მგონი გიპასუხეთ თქვენ ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რომელიც განმარტებას მოითხოვს და სწორად გაიგეთ სიმბოლოები. ეს არის ზუსტად ისე, როგორც გეუბნებით. და ეს მაინდა-მაინც ასე უნდა იყოს. ესე იგი, ის დროშა წარსულია, როცა აღიარებული სახელმწიფო დაგიმხეს და დაგიპყრეს, ხასუსა მარსაუბრობ რატო როგორ და ეს ხუთჯვრიანი დროშა არის დღევანდელობა და ესაა ქვეყნის მომავალი, მაშინ მომავალი არ გექნებათ, კარგად დაიმახსოვრეთ. აი ეს ფუნდამენტალური სხვაობა, რომელიც საჭიროა ჩვენი საქმიანობის გააზრებისათვის. მე კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ქართველთა დიდი გაერთიანება არის კომპოზიციურად, კონსტრუქციულად ისეთი რამ, რომელიც არასდროს გაკეთებულა საქართველოში, უახლესი ისტორია მაქვს საუბარი დაახლოებით 88 წლიდან დაწყებული. თუ გნებავთ 77 წლიდან დაწყებული, როცა პირველი ღია დემონსტრაცია, თუ გნებავთ 56 წლიდან დაწყებული, თუმცა ეს სულ სხვა რამე იყო. და აქ უნდა ვთქვა, გვარების ხსენება არ მიყვარს, იმიტომ ჩემთვის არანაირი გვარი არ არსებობს. მე უყურებ მხოლოდ პოლიტიკურ შედეგს. ერთ-ერთი ეროვნულ გმირად თუ ეროვნულ ლიდერად გამოცხადებული პიროვნება ამბობს იმაზე, რომ ამათმა როგორ უნდა აღადგინონო, როცა არც ერთი დეპუტატი არ აყავსო და ყველა დეპუტატი მე მყავსო და მე გიორხელიძე ჯერტი, რომელ ქართულ ოჯახში გაიზარდეთ, ბატონო იმანო, რომ შეგიძლიათ ასე მომართოთ. მე თქვენ უხეშად და უზრდელად არ მოგმართა. კონტროლის პალატაში მუშაობდა და შევარდნაძეს ემსახურებოდა, ხო? აი, ეს არის ლოგიკა, წარსულის გადმოტანა, საკუთარი წარსულის გადმოტანა დღევანდელობაზე, ჩვენ კონსტიტუციური სამართლის აღდგენაში ქართველთა დიდი გაერთიანება კი არ გავაკეთებთ. ყველაფერი მახინჯდება შეგნებულად. ქართველთა დიდი გაერთიანება ძალად აკრებილი, აუცილებლად აიკრიბება, აიძულებს ამ ფაქტიურ ხელისუფლებას მიიღოს არალეგიტიმური პარლამენტის მიერ ორჯერ არის მიღებული, ერთხელ მე მივეცი ხმა 2003-ში, ერთხელ 2005-შია, რომ 92 წელს მოხდა სამხედრო გადატრიალება. ესე იგი, ჩვენ დეპუტატი თუ მოვა ვინმე და მოდიან ძალიან ღირსეული ხალხი, უზენაესი საბჭოსა, ცხადია ყველა არა, მაგრამ მოდის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი ადამიანები თავისი ინტელექტით, შეხედულებით და ასე შემდეგ. ჩვენ ბატონო იმანო არ აღვადგენთ. კანონიერებას აღადგენს ის, რომელსაც უნდა აღადგინოს, იმიტომ რომ ეს არის იურიდიულად დასაბუთებული სისხლით მოსული ხელისუფლების პარლამენტების მიერ და ამდენად ახლა ჭირდება ამას პოლიტიკური ნება. ეს არის კრიზისიდან გამოვლის დასაწყისი, რადგან შემდეგ იწყება ის, რომ ჩვენ ყველას როგორც გითხარით ვაჯენთ, მისით არ დაჯერებიან დავაჯენთ. ერთ ისტორიულ კარგ ადგილზე და შევთანხმდებით ურთიერთთამაშის წესებზე, კონსტიტუციურ წყობაზე
არჩევნების კანონზე, როგორი უნდა იყოს ამ არჩევნებისადმი დამოკიდებულება საარჩევნო ადმინისტრაციაზე და შეთანხმებულ რეჟიმში ჩატარებული არჩევანის შედეგების სავალდებულო იქნება ყველასთვის. ვერავინ ვერ გაბედავს უარი თქვას მის აღიარებას და ეს ნიშნავს წარსულის დატოვებას. პირველი კითხვის პატრონს პასუხობ, ჩვენ წარსულს კი არ ვუბრუნდებით კონსტიტუციური სამართლის აღდგენით, იმ ორი სიმბოლოს, განადგურებული სიმბოლოს, ერთ შემთხვევაში ტრაგედია გვაქვს უკვე პიროვნულით, აღდგენით ჩვენ თავისუფლდებით წარსულისგან და ქართული ხალხის მომავალი, ჩვენი სახელმწიფოს მომავალი, მისი უსაფრთხოების უზრუნველყოფა გრძელვადიან პერსპექტივაში ჩვენ გვაძლევს საშუალებას დავიწყოთ ცხოვრება ახალი ფურცლიდან, სხვანაირად ეს განხეთქილება საზოგადოების ორ ნაწილს შორის შეუთავსებლობა, ზიზღი, არანორმალური, არაადამიანი, აი სიბნელით გამსჭვალული ზიზღი ერთმანეთისადმი გამორიცხავს სახელმწიფო შენარჩუნებას, რადგან გონიერი სახელმწიფოები ნახეთ ახალი გეოპოლიტიკური რამდენიმე პროექტი საქართველოს ადგილი იქ არ არის. საქართველოს ადგილი იმ ახალ პროექტებში, ახალი მეტნაკლებად პროექტში არ არის და ჩვენ ხელს უწყობთ და ხელისუფლებები ბოლო 33 წელია ხელს უწყობენ, რომ საქართველოს არანაირი პერსპექტივა არ ქონდეს და დაგვაყენებენ ფაქტის წინაშე. ქართველები უმცირესობაში, ახლაც საშინელი თავს ვდებ გეუბნებით ნებისმიერ პასუხისგებლობაზე. 1,600,000 ვითომ აიღწერა, მაგრამ ბევრი არ არის ადგილზე, მე ვთქვი თავიდან და გარანტირებულად გემეორებთ. ფიზიკურად საქართველოში მყოფი ქართველი გასული წლის მოსახლეობის აღწერის შედეგად იყო 1,430,000. 1,200,000 იყო ჩვენი მოქალაქეები, ოღონდ არა ქართველები, ჩვენია ისინიც. სომხები, აზერბაიჯანელები და ასე შემდეგ და დანარჩენი 835,000-მდე მიგრანტია შემოყვანილი. ეს არ გეგონოთ თქვენ მიგრანტები, სადაც ევროპის მრავალი კადრი გინახავთ, ხო? მიგ ნავებით, რაღაც გასაბერი ნავებით, ბევრი იღუპება, არაფრის მქონე ხალხი რომ აწყდება ევროპას, საქართველოში მსგავსი არაფერი მომხდარა. ეს 100,000-ობით არაბი, მუსულმანი, პაკისტანელი, ინდოელი ესენი შემოყვანილია გეგმაზომიერად. ზუსტად აბალანსებენ ქართველების დიდ მიგრაციას საზღვარგარეთ და ეს ხალხი შემოსულია საქართველოს ხელისუფლების უდიდესი თანხმობით შესაბამისი სახელმწიფოების სპეცსამსახურების მიერ მიცემული კვოტებით არის შემოყვანილი. ესე იგი, აი ეს არის ჩვენი ტრაგედია. მეორე თემა, რომელსაც მე მინდა შევეხო, არის ის, რომ აი ჩემს საუბრებში ერთმა ძალიან კარგმა ადამიანმა მოგზალებით მითხრა, რომ ამ საუბრებით, არადა ეს საუბრები რა არის, იცით, ეს განა ემოციური საუბრებია. ეს არის იმ ფუნდამენტის გააზრება, რის წინაშე დგას საქართველო. აი ხალხი რო დავაინტერესოთ, გასაგებია სოციალური ჭაობია, უჭირს 100,000-ობით ქართველს, მე რომ ეხლა დავიწყო იმაზე საუბარი, რომ როგორი უნდა იყოს სოციალური პოლიტიკა, როგორი უნდა იყოს დასაქმება და ასე შემდეგ, პირობას გაძლევთ. საქართველოში არ მოიძებნება ჯგუფი, რომელსაც ჰქონდეს გაკეთებული საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ისეთი ყოვლისმომცემელი პროგრამა, როგორიც გვაქვს ჩვენ და რომელსაც მე მთავარ ნაწილს ხელმძღვანელობდი საქართველოს საუკეთესო სპეციალისტებთან ერთად. გაკეთებული. ამიტომ დღეს
სანამ ჩვენ ვერ გაგვიგვია, მე თქვენ თავს კი არ გაწონებ და არჩევნებზე ამირჩიეთო კი არ გეუბნებით. მე გეუბნებით, თუ ეს არ იქნა, ქართული ძალა არ იქნა, ეს ხელისუფლება დაბლოკილი არ იქნა თავის, არავითარი გადმოგდებებზე არ ვსაუბრობ, თვითონ თუ არ დაამხობენ თავის თავს, თორე ჩვენგან და სხვებისგანაც მე არსად გამიგონია რომ მაგრამ ამ ხელისუფლებას ისე მიყავს საქმე რომ ცუდად დაასრულებს. ამიტომ სწორად გამიგეთ, მე არც ეკონომიკაზე საუბრებ მიჭირს, მით უმეტეს ტომებია გაკეთებული, ვისაც გსურთ, მობრძანდით, თუ გაერკვევით იმაში, ის უნდა თვეები იკითხოთ, მაგრამ მოვა დრო, როცა ჩვენ ვაპირებთ ერთ-ერთი ადგილზე რაღაცის აშენებას, გაჩნდება ამის საშუალება და იქ დავაჯერთ საქართველოს ყველა საუკეთესო სპეციალისტ, ვინც იმუშავებს ცალკეული დარგების მიხედვით 2026 წელია, განახლება ჭირდება ყველაფერს, ახალი გარემოებები ცვლის გეოპოლიტიკურ ვითარებას მსოფლიოში, ჩვენ კი ძველ ჭაობში ვართ ჩამხრჩვალი, სრული უპერსპექტივობით და ამდენად ეს საქმე არის ახლო მომავლის, მაგრამ რა საჭიროა ჯგუფები დააჯინო და რაღაცა პროექტები აკეთებინო, როცა ამას ვერაფრით ვერ განახორციელებ, ესე იგი თავი არის ძალა, ძალა იქნება, ყველაფერი იქნება, ეს სწორი არჩევნები ქვეყანაში კარგ ბალანსს დააყენებს და შემდეგ უკვე ჩვენ გადავცემთ ყველაფერი იმას, რასაც არჩეული ხელისუფლება გააკეთებს, თვითონ გააუმჯობესებს, პრობლემა არ არის. ესე იგი, მე საუბრობ ამ ფუნდამენტალურ თემებზე არა იმიტომ, რომ გავურბი ვარ როიმე კონკრეტულზე. კიდე გეუბნებით, მე ვეცლები შემდეგ გადაცემაზე შაბათ ჩავერთები, მე თქვენ განახებთ რა არის გაკეთებული, აი ასე ვიზუალურად შემდეგ მობრძანდით. ერთ-ერთ ტომს განახებთ, მესამე დიდი ტომია, სხვებიც ასეთია, რომელსაც ქვია სტრუქტურული რეფორმები, რაც ყველაზე იოლი აღსაქმელია. სოფლის მეურნეობა, სათოფო-ენერგეტიკული სექტორი, ტრანსპორტი, ინოვაციური განვითარება ქვეყნის ესენი, მაგრამ ეს არის მესამე ეტაპი. ეს არის სტრუქტურული რეფორმები. თავში პროგრამისა დგას სახელმწიფოს ხელისუფლებაში მოსული პოლიტიკური ძალის სოციალური პოლიტიკა. სოციალური პოლიტიკა არ არის პენსიები. პენსიები ამხელა პატარა საქმეა. მაგრამ ხედავთ როგორ აკეთებენ, ხო თვითონ 16,000 ხელფასი და 450 ლარი პენსიონერს, ხო კარგი ბიჭები არიან, რა თქმა უნდა გიყვართ, მე მესმის იმათ მიმართავ, რომლებიც აქებენ და სისულელეზე აქებენ საკუთარ დამანგრეველ ხელისუფლებას, ხო? განათლება, მეცნიერება, ჯანდაცვა, შრომითი ურთიერთობები და ასე შემდეგ, ეს არის სოციალური პოლიტიკა. ესაა ჩამოყალიბებული. სოციალური პოლიტიკა თუ არა გაქვს ჩამოყალიბებული, შენ ვერაფრით ვერ დაალაგებ ეკონომიკურ პოლიტიკას, იმიტომ რომ რა ეკონომიკა ემსახურება რაღაცას და არა ბენდუქიძმი, რომ ეკონომიკა ეს არის ის სისულელე, რასაც ეს ნეოლიბერალები რომ იტყვიან უწოდებენ. ეკონომიკური პოლიტიკა კი ეს არის 4 პოლიტიკისგან შემდგარი, რომელსაც მაკროეკონომიკური პოლიტიკა ქვია. ეს არის საგადასახადო პოლიტიკა, საბიუჯეტო პოლიტიკა, სხვადასხვა დონის ბიუჯეტებს შორის ურთიერთობა, ეს სამი კეთდება მთავრობის მიერ და მათგან დამოუკიდებლად მეოთხე, მაგრამ ერთიანის ნაწილი. ფულად საკრედიტო, ანუ მონეტარული პოლიტიკა, რომელიც არის ეროვნული ბანკის ხელში. მსგავსი არაფერი არ არის ქვეყანაში. მე თვითონ ვიყავი ბიუჯეტის კონტროლის ქვეკომიტეტის თავმჯდომარე, სანამ კომიტეტის თავმჯდომარე გავხდებოდი და ამდენად ეს ყველაფერი ვიცი, დღესაც ყველაფერი ვიცი, ამიტომ ეს შეკრულობა, რომელიც მტკიცდება პარლამენტის მიერ, იმიტომ რომ საპარლამენტო რესპუბლიკა გაქვს, სიაბანდობა, ვითომ გაქვს, ხო? საპარლამენტო რესპუბლიკაში
ეკონომიკურ პოლიტიკას განსაზღვრავს არა მთავრობა და არა ფულად საკრედიტოს ეროვნული ბანკი, არამედ განსაზღვრავს ხელისუფლებაში მყოფი უმრავლესობა, პარლამენტი, ამას ქვია საპარლამენტო რესპუბლიკა, ხო? თუ თქვენ ერთი კაცი მეტყვით, რომ საქართველოს პარლამენტი რაიმეს განსაზღვრავს დღეს, მე ბოდიშს მოვიხდი, მოგისმენთ და შეიძლება შევიცვალო აზრი, მაგრამ მე ძალიან კარგად ვიცი, მე ვიცი ის კულისები, რომელიც ძალიან ბევრმა არ იცის. ამიტომ აი მერე როცა ჩვენ ვიცით უკვე მაკროეკონომიკური პოლიტიკა როგორი უნდა იყოს იმ სოციალური პოლიტიკის უზრუნველსაყოფად, ეხლა გადავდივართ უკვე ცალკეულ სექტორებზე, ეკონომიკა, სოფლის მეურნეობა, მრეწველობა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ყველაფერი გაკეთებული. ვისაც სურვილი გაქვთ, ბრტყელი რომ ლაპარაკობს, ვითომ პარტიები, ვითომ ვიღაცეები ეროვნული ძალები, ყველას დაგიჯდები. ჩვენ იმიტომ შემოგთავაზეთ ყველას დიალოგი, რომ ჩვენ სულაც არ ვფიქრობთ, რომ ჩვენ ვართ ერთადერთი ხელთუქმნელი და სხვა არავინ არ აქვს. ჩვენ გვინდა ყველა იმ ქართველთან ურთიერთობა, რომელსაც აწუხებს თავის ქვეყნის სავალალო მდგომარეობა. ამიტომ, როდესაც ერთმა ადამიანმა ამ ბოლო გადაცემის დროს, რომელიც ძალიან ღირსეულ კაცთან ვიყავი, პალატა აბულაძესთან, იქ ერთ-ერთ კომენტარში დაწერა, ხო, კაცო, ამ კაცს უსმენ, ვერაფერი ვერ გავიგებ. წარმოიდგინეთ 100,000-ობით ადამიანი უსმენს, 400, 500, 600,000 გადაცილდა, 1,500,000-ზე ავიდა და იმდენად ფეხებზე მკიდია კაცია, იმდენად სულ არ ანაღლებს ამ ქვეყნის მომავალი, რომ მე კაც, რომელსაც თავი გადადებული მაქვს, არ ვითხოვ, არა ავალდებული, მაგრამ სად გაიზარდა ასეთი, რომ აგდებულად ლაპარაკობს ამათ, რომელი წერა-კითხვის უცოდინარი მე ვარ. მოვიწვიე მე, მინდა ვაჩვენო ყველაფერი, მინდა დელიკატურად დაველაპარაკო, მაგრამ გადაგვარების რა დონემდე ვართ მისული, მე მხოლოდ ამის ხაზგასმა მინდა, ესე იგი მე ვლაპარაკო, კაცი უსმენს და ვერაფერს ვერ გებულობს. წარმოიდგინეთ, ეხა რა დედა აქვს ნატირები ამნაირ კაცს. თან შეუძლია ეს დაწეროს. კეთილად ვამბობ, არავითარ, ჩემგან ემოციები არ იქნება, არანაირი ემოციები მე ხშირად ვლაპარაკობდი, არა ემოციურად, არამედ იმ რთულ საკითხზე აგრესიულად, ხო? არც აგრესია აღარ მექნება, მე მხოლოდ მშვიდად ვისაუბრებ, იმიტომ რომ ამას მოითხოვს ჩვენი დღევანდელობა. იმ აგრესიულობის პერიოდი აუცილებელი იყო, რომ ადამიანები შეძრულიყო და დაენახათ ის და მე ვფიქრობ აგრესიამ თავისი როლი შეასრულა. აბა ეხლა მე ბუნჩულასავით მესაუბრა აქ, როცა თავზე გექცევა ქვეყანა, ცხადია არ გამოვიდოდა. როგორც ხედავთ, გუშინ ქართველთა დიდ გაერთიანებაში ჩატარდა, მოვიდა უამრავი ახალი ადამიანი, არც დავეტიეთ იმ ოფისში, რომელსაც ორი განყოფილება აქვს, გარეთაც იყო ხალხი და ამან როგორც ჩანს შეაშფოთა ძალიან ბევრი. ეხლა მე მინდა აი თქვენს განსჯაზე წამოვწიო ერთი საკითხი. ჩვენ ვინმეს თანამდებობას არ ვემიზნებით. ამაზე ცალკე გეტყვით. ერთ-ერთი კაცის პასუხად. შავი ფულის გაყოფას არავის ვედავებით. თანამდებობებს არ ვითხოვთ. შენზე უკეთესი ვარ თქო, არავის ვეუბნებით. ჩვენ გვიდა ჩვენი ქვეყანა, ძალიან მაგრა გვიყვარს. ჩვენ გვიდა გავაკეთოთ ხომ ამისთვის და გავაკეთეთ. თქვენ სხვა ჯგუფი, იგივე ეროვნულები, ვიღაცეები, თქვენც თუ იგივე პრობლემის გამო ხართ ამ საქმეში, მე ან ქართველთა დიდი გაერთიანება რაც გიშლის, თუ არ გინდა კოორდინირებული ვიყოთ, აკეთეთ ქართული საქმე. ჩემი გიგლა გობეჩიას, დავით ჭაბუკაშვილის ვითომ შეურაცხყოფო, ვის რა ჩემი ფეხები შეურაცხყოფო უნდა მიაყენოთ არარაობებმა, კიდე გეუბნებ.
რაც გიშლით, კაცო, აკეთეთ ქართული საქმე, ჩვენ გიშლით, ხელ თუ შეგიშლით, მართლა მაგრად ცუდად უნდა მოგვექცე, მაგრამ ჩვენ გვინდა გავაკეთოთ საქმე, ხედავთ, თქვენზე ნაკლებად არავიზე არ ხედავთ, პირიქით, უკეთესად ხედავთ, ხო? აბა რატოა შეტევები? მოდით ახლა დავფიქრდეთ ასე. რატომ იქნა ორგანიზებული ის შეტევი ქართველთა დიდ გაერთიანებაზე, რომელსაც თავისი ტელევიზია აქვს ჭყალებში, 1-2 ტელეფონი, იქედან მიდის გადაცემები, გულიანი ხალხის შემოწირულობები ზუსტად იმდენია, რომ თვიდან თვემდე გავიტანოთ თავი, არაფერი ზედმეტი, ვიღაც ახალგაზრდა პარტია წერდა, რომ 15-20,000-მდე აქვს თვეში შემოსავლები და ასე შემდეგ, წარმოიდგინეთ 25 წლის ბიჭები პარტია რო იქნება, ხო? ესე იგი, მსოფლიოში პრეცედენტი არ არსებობს. ცდელობაც კი არ არსებობს. ჩვენ ვართ ამ უბედურებაში, თან ფულს არ ვიცი, როგორ არ მაინტერესებს არც ეს ხალხი, არც ფული. მე უბრალოდ გეუბნებით, რაც ჩემს გვერდზე აისახა ინფორმაციის სახით. და თავარი, რატომ გვიტევენ? რა ხდება? ჩვენ რომ ასეთი მშიშარები ვიყოთ, ჩვენ რომ ჩვენს უკან რაიმე ქვეყნის წინაშე ან ადამიანის წინაშე დანაშაული კონდეს ჩადენული, ან რასაც ეხლა მომბო, თქვენ როგორ ფიქრობთ, 1000-ჯერ იქნა გადამოწმებული, რას ვაპირებთ ჩვენ? მათ შორის ჩემთან ძალიან კაი ხალხის მოსვლით. ხო, სისტემა როგორ მუშაობს? ყველაფერი ღია გვაქვს. ეხლა 4 შაბათობით ხალხი რომ მოდის ჩვენ ოფისში, იმასაც ღიად გავაკეთებთ, არაფერი გვაქვს დასამალი უშიშროების სამსახურთან, მთავრობასთან, ამასთან, იმასთან, ყველაფერი ღია იქნება. ამიტომ ეხლა ჩვენ ჭყალებში ეხლა თუ შემოგვიტევთ, რა უნდა შემოუტიოთ, ვის უნდა შემოუტიოთ. და ვინმე ან გიგლა გობეჩია, ან დავით ჭაბუკაშვილი, ან მე, ან ზაქარია სადმე გაიქცევა ახლა და ესე იგი დავიმალებით და ყველას გაეცემა სადაც აუცილებელია იურიდიული პასუხი, ადვოკატები მუშაობენ ძალიან სერიოზული ადამიანები, მას მიეცემა სასამართლო ცვლილება, სხვა დანარჩენისთვის მზად ვართ ჩვენ, არც პაექრობაში შემოვდივართ, ერთმა პიროვნებამ ამ ცოტა ხნის წინ ისურვა ჩვენთან მოსვლა, რატომ დაუკეტავდით კარს, მით უმეტეს იყო დავით ჭაბუკაშვილისგან კრიტიკა, მოვიდა, წავიდა, ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენ ცხოვრებას, ის გააგრძელებს თავის ცხოვრებას, ამიტომ ჩვენ არ გადავიკვეთებით საერთო საქმისთვის, ყველას ნება, აკეთოს რაც უნდათ, ჩვენ არავის მე მინდა ბატონ იმანოვს მივმართო, ეხლა ისა შეკაიკაცო, ეროვნული ლიდერი მე ვარო და ღმერთმა ხელი მოგემართოს, მაგრამ ამ ხალხს რასერჩი ვინც არ გედავება იყავი არანაირი ეროვნული ლიდერი არ ახარ რა იყავი ერთ-ერთ დაწესებულებაში არის ხალხი სადაც ალექსანდრე მაკედონელიდან დაწყებული ყველა ტიპის ადამიანია ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენ საქმეს შანსი არ არსებობს რომ უკან დავიხიოთ ან რაიმე რა გვაქვს შესაშინებელი ჩემი ქვეყანა ჩვენი ქვეყანა გვინდა. მოგიწოდებთ ყველა გულიან ქართულს, ვისაც ეს ქვეყანა გინდა, თორე მალე აქ აღარ ვიქნებით. ეს არის ის, რაც განსამარტი იყო და კიდევ ერთი საკითხი, რომელიც ასევე მნიშვნელოვანია. ნახეთ, უკუღმა გადაბრუნებული წესია ეს, ხო იცი? რაღაც ბოტს გააკეთებენ, ხო სწორია, იმ სახის გამოჩენა ეშინათ წარმოედგინეთ, რა ქვეშაფსია ადამიანი უნდა იყოს. რომ გააკეთო ბოტი, ანუ ყალბი, აკაუნტი, როგორც უწოდებენ, შემოხდე, სიგლახე დაწერო, იმიტომ რომ აუ, რა დონის ნედაცემულობა, ხო? ერთმა დაწერა და მე, აი თქვენ რო ამბობთ, რომ არ ვიქნებით, არსად არ მინდა, ამ საქმესო ლიდერი ხო ჭირდებაო. 9-ჯერ გვაქვს განმარტებული. ჩვენ ამას იმიტომ კი არ ვაკეთებთ, მე რაღაც ვიყაროთ კენჭი და ლიდერები რო არ იყოს, ეს საქმე არ დაიწყებოდა. კიდე უამრავი ხალხი ვნახეთ ჩვენ, რომლებიც საუკეთესო ლიდერებად წარმოგიდგებიან მალე.
ამიტომ სწორად გაიგეთ. თქვენ ბელადი გინდათ, როგორ ჩანს, არა, ერთი ხელთუქმნელი ყავთ, კაცო, ორი ხელთუქმნელი, ხო, ყავთ. არანაირი ლიდერები. პოლიტიკა არის კოლექტიური თამაში. პოლიტიკა არის ყველაზე უფრო კოლექტიური თამაში, მათ შორის კალათბურთზე უკეთესი კოლექტიური თამაში. ფეხბურთი არ არის მაინდა-მაინც დიდი ინტენსივობის. აი, ამერიკული ფეხბურთი სუპერ კოლექტიური თამაშია, რომელსაც ვერაფერი ვერ მიედრება. ინტელექტით, კოლექტიურობით და ფიზიკური ინდივიდუალიზმით, ტექნიკური ინდივიდუალიზმით ჩვენ ვაკეთებთ იმ საქმეს, რომელსაც მხოლოდ ლიდერები გაგაჩევენ. თითეული საქმე წარმოაჩენს ამ საქმეში ლიდერებს და თქვენ ნახავთ და საცოდავი ხალხი რომ იძახით, აბა მეტი ვის მივცეთ ხმაო, თუ არ არის ხალხის მისაცემი, მალე დაგანახეთ. ერთი დაგანახეთ, რანაირი გულანთებული ხალხი მოდის ჩვენს ოფისში და ვხვდებით კიდე ასეთ ხალხს. ყოველ ოთხშაბათობით გექნებათ ეს სიამოვნება, რომ საკუთარ ხალხს მოусმინოთ და მათთან ერთად იქნებ უკეთესობისკენ გადავდგათ ნაბიჯი. აი ეს რაც ეხება ფუნდამენტალურ რამებს. მე ახლა ავხსენ ისეთი რამები, რომლებიც ან ხელოვნურად მახინჯდებოდა, ან და უბრალოდ ადამიანი ახლა ისმენს და არ ესმის და მოკალი იყურება, მაგრამ ვერაფერს ვერ ხედავს. ეს უბედური კითხულობს და აზრი ვერ გამოაქვს. ჩვეულებრივი ამბავია. იგივე იყო ახლა. ასე რომ ეს თემა დავამთავროთ, თუ საჭირო იქნება, მე შემოგთავაზეთ ყველას, მობრძანდით, ნებისმიერ დროს მითხარით, ხვალ მე პირველიდან 3-მდე ვიქნები ოფისში, მთხოვა ხალხმა, რომ ოთხშაბათს ვერ მოვალო, ვისაც გსურთ, მობრძანდით, ვისაუბროთ, დამისვით კითხვა. მე მოგწონ ვართ, არ მოგწონ ვართ, ერთი მოდით და მითხარით, რა არ მოგწონს, იქნებ მართლა კაი რამე მითხრათ, გავასწორო. მე ერთ-ერთ ამ რამდენიმე დღის წინ, როგორც მრევლი ვიყავით ქარელში, დავესწარით მეუფე იობის წირვას. მე მეუფე იობზე წარმოდგენა შექმნილი მქონდა, მაგრამ პირადად არ ვიცნობდი. შემიძლია გითხრათ, რომ ეს პიროვნულად 10-ჯერ უფრო ძლიერი, გასაოცარი ბურჯი ადამიანია თავისი სარწმუნოებისთვის, საქართველოსთვის, ვიდრე მე მქონდა წარმოდგენილი და მე ამ გაცნობისთვის მას უდიდეს მადლობას ვუხდი. ჩვენ შეგვიძლია ვიყოთ სანამ მეუფე იობისნაირი ხალხი იქნება ამ ქვეყანაში, ამ ქვეყანას ნამდვილად არ უწერია გადაშენება. ჩვენ მრევლი ვართ და ჩვენ იმ ნაწილში, რასაც სარწმუნოება ქვია, მთლიანად ვართ ეკლესიის განკარგულებაში, როგორც ერისკაცები ქვია, ჩვენ იქ ვიღებთ იმ სულიერ ძალას და იმ სულიერ მხარდამჭერას, რომელიც ჩვენ ღმერთის წყალობით და ამ ბრწყინვალე ადამიანების კურთხევით მოგცემთ საშუალებას ჩვენი ქვეყნის წინაშე გავაკეთოთ ის საქმე, რომელიც უბრალოდ უნდა გავაკეთოთ, თუ გვინდა რომ ეს ქვეყანა ჩვენი იყოს. ეხლა გადავალ მე მიმდინარე საკითხებზე. მე დღეს დავდე რამდენიმე მნიშვნელოვანი პოსტი და ეს პირველ რიგში ეხება კემბრიჯის უნივერსიტეტის პოლიტეკონომიის პროფესორ წინვალე ძალიან მაგარი მეცნიერი, ფანტასტიკურად მაგარი წიგნები აქვს დაწერილი. მე მხოლოდ ერთი მაქვს საკითხული, ბოლო მისი წიგნი, რომელსაც ქვია არეულობა, ძიმე დროებები, ძიმე დროება 21 საუკუნეში. და ის აღწერს იმათ, რაც მე ჩემი არანორმალური შრომით ცოტა სხვა სიტყვებით არაერთი წლის უკან დაგიხატეთ. ის ამბობს პირდაპირ იმას, რომ შეერთებული შტატებისა და ევროპის ურთიერთობა დაირღვა. მან დაადასტურა მაკ-კარნის, კანადის პრემიერ-მინისტრის სიტყვები დაოში, დიახ, ეს არის
მოშლა ამ ურთიერთობისა და მან აბსოლუტურად ზუსტად წამოსწია ის, რაც მეც მიხარია, იმიტომ რომ მე დამოუკიდებელი შრომით რაცაც ვაღწევ და დროს და ენერგიას არ ვიშურებ, ის პროფესიონალი პოლიტეკონომისტია და ამდენად აბსოლუტურად ამ სფეროთია დაკავებული, მე არა მაქვს ცხოვრება ისე აწყობილი, რომ უზრუნველად ვიყო და მხოლოდ ეს საქმე ვაკეთო, ამიტომ მე სხვადასხვა მხარეს ვარ, მაგრამ დროის ინტენსიური გამოყენების ხარჯზე რაღაცას ვახდე, ხო, მან თქვა, რომ გამძაფრდება ურთიერთობები და მოდით თქვათ პირველი რაცაც ის ამბობს. ამერიკისა და ჩინეთის ეს არის მთავარი დაპირისპირება და ზუსტად ამ აქვს ახსნილი, რომ ეს არის ტექნოლოგიური დაპირისპირება. დაგვიდით, ტექნოლოგია არის მეცნიერებების მიღწევების გადატანა ტექნიკაში, ნაკეთობებში, ტექნოლოგიებში და ასე შემდეგ. და თუ შეერთებული შტატები და საბჭოთა კავშირი იყო დომინირებული სახელმწიფო მეცნიერებაში, რამდენიმე წლის შემდეგ დომინირებული სახელმწიფო გახდება ჩინეთი. რუსეთს ჯერ 30 წლიანი ჩავარდნის მერე პრობლემები აქვს. და თუ ადრინდელ 2 დღის წინანდელ ანალიზს ვნახავთ ამერიკული პრესისა, ამერიკული ცნობილი სუროს ლიგის 8 უნივერსიტეტი მოდის ქვევით, ამაზე რამდენი ვწერე, რა ვიცი შიგნიდან, ზეპირად ვიცი, ყველა ამ დიდი უნივერსიტეტის ეკონომიკის, ფინანსების და ჩემი ძველი სპეციალობის, მექანიკის, გარსების ფირფიტების და ასე შემდეგ ყველა კურსი, მანქანათა მექანიკის მთელი კურსი ჩინური უნივერსიტეტები ადიან ზევით. ეს არის ყველაფერი. სამეცნიერო ტექნიკური პროგრესი არის ყველაფერი და თუ ჩინეთი ერთი თავით მაღლა იქნება ამერიკელებზე, ესენი გადაყვნენ 30 წელია LGBT და უუკის და საზიზღრობამდე მიიყვანეს ლამის საქმე და ეხლა ახალი ელიტა ტრამპის მეშვეობით, ზუსტად ამნაირი მოურიდებელი ადამიანის მეშვეობით ანგრევს ამას, რომ ეს ტრამპი საქართველოს კი არ არის, ვიღაცა ბელადი ყავდეს და თვითონ მოქმედებდეს. მეორე და ის ამბობს არანაკლები მნიშვნელობის არის ამერიკა-რუსეთის მეტოქეო, ხაც უსვან კონკურენცია სხვა რამეა. ესენი მეტოქეები არის. ის ამბობს, რომ ენერგეტიკული მეტოქეობა არის და დიდხანს იქნება უმნიშვნელოვანესი მომნელი. ესე იგი, ჩინეთი და ამერიკა და მეტოქეები როგორც ტექნოლოგიურში თუ ჩავარდა ამერიკელები ჩამორჩნენ, ცუდად იქნება, თლად კარგად არა აქვთ ამ ბოლო პერიოდში საქმე. და მეცნიერი ამბობს იმას, რომ მომავალ გეოპოლიტიკურ ვითარებას განსაზღვრავს ენერგეტიკულ სფეროში დაპირისპირება. ანუ ყველაფერს მაინც წყვეტს რუსეთ-ამერიკის დაპირისპირება, რადგან ორივე სახელმწიფო ცდილობს მაქსიმალურად გააკონტროლოს არა მარტო რესურსები, არამედ ტრასები. და აქ ქალბატონი ავტორი აკეთებს ძალიან მაგარ დასკვნას, რომ ევროპასა და ამერიკას შორის და თუ გნებავთ დიდ სახელმწიფოებს შორის, სამ სახელმწიფოს შორის, პირველი განხეთქილება დაახლოებით სადღაც 15 წლის წინ გაჩნდა, როდესაც ამერიკელებმა ფიქალის გაზების მოპოვება დაიწყეს და შეძლეს უკვე იმდენი რესურსი ჰქონდათ, რომ გაზპრომს დაპირისპირებოდნენ ევროპაში, იმიტომ ევროპის ბაზარი, ბუნებრივი აირის ბაზრები არის უზარმაზარი. და პირველად უდიერად მოექცნენ ევროპელებს, რომლებსაც ჩრდილოეთი ნაკადი უნდოდათ, არა, ყველაფერი ჩაიშალა, უკრაინის ომიც გამოყენებული იქნა ამ პროვოცირების გამო გარკვეული მიზნებისთვის და
მივიღეთ ის, რომ ამერიკელები აიძულებენ ევროპელებს ამერიკელებისგან იყიდონ ბუნებრივი აირი. და არა რუსეთიდან, რომელიც ჯერ ერთი იაფია და მერე ტრანსპორტირების თვალსაზრისითაც უნიკალურად კარგია. ესე იგი, მსოფლიო პოლიტიკას განსაზღვრავს არა ის, რასაც საქართველოში ფიქრობდნენ, რომ აი დემოკრატია და ეს ყველაფერი არის მიამიტი ბავშვებისთვის. ცხადია, კანონიერება არსებითია, დემოკრატიული პროცესები არსებითია, მაგრამ ბრძოლა რესურსებისთვის და ბრძოლა მეცნიერებაში დაწინაურებულობისათვის. ქართულ ხელისუფლებას შეხედე სად მიდიან? ევროპაში, ხო? ევროპამ არა მარტო დაკარგა სტრატეგიული დამოუკიდებლობა, ის არავის არ ჭირდება, გარდა იმისა, რომ მომხმარებელი იყოს და შეტენონ მას რაც შეიძლება ბევრი პროდუქცია და წიგნის ავტორი აკეთებს ასეთ დასკვნას, როდესაც 2019 წელს მაკრონმა გააკეთა განცხადება იმის თაობაზე, რომ ევროპამ უნდა მოიპოვოს მეტი სტრატეგიული დამოუკიდებლობა, ის ამბობს, რომ დღეს ეს პრაქტიკულად ძალიან გართულებულია და ანიშნებს, რომ ეს შეუძლებელია. ახლა დააკვირდით საქართველოს ხელისუფლების პოზიციას. გახსოვთ ჩემი ძალიან აგრესიული ყვირილი, როცა ოპოზიციას დაუჭერეს ხარი და ანტიამერიკული განცხადებები აკეთეს და ახლაც აკეთებენ. ფილოსოფოსი ყავთ, რომელიც არ შეიძლება ასე რა, ეს სხვა საქმეა. პლატონის ფილოსოფიაზე საუბარი ერთია და მეორეა გეოპოლიტიკაზე საუბარი, აბსოლუტურად შეუთავსებელია. კვლავ მიდის ამერიკა არის და უახლოეს თვალსაწირზე დარჩება მსოფლიოს ერთ-ერთი მთავარი ქვეყანა, თუ საკუთარ თავს თვითონ არ გამოუტანს განაჩენს. მას ანგრევდნენ მიზანმიმართულად. ეხლა ძალიან რთული პრობლემა აქვს შიგა დაძაბულობა. მინეაპოლისი მხოლოდ არის ცენტრი, მაგრამ არა ერთადერთი ადგილი. მოწოდება იმ აბსოლუტურად მონამსახურებისა გლობალისტური ელიტისა, როგორც იყო კლინტონი, აბსოლუტურად გამოუცდელი ახალგაზრდა, რომელიც მოიყვანეს, ობამა და ასე შემდეგ, რომლებიც ხაზს უსვამ, რომლებიც ყველა ამერიკელ მიგრანტს სამოქალაქო დაპირისპირებისკენ მოუწოდებენ. სერიოზული საქმეა. მე არ ამგონია, იმიტომ რომ მე ძალიან კარგად ვიცი ტრამპის უკან რა ელიტა დგას და ამ ელიტის უკან დახევა არ იქნება, ყველაფერზე წამსვლელები არიან, იმიტომ რომ მთავარი მიზანი არის ამერიკა როგორც მძლავრი, ზემძლავრი სახელმწიფო ყოფილიყო და იყოს შენარჩუნებული და გლობალისტური ელიტები კი მას ფაქტიურად ანგრევდნენ. ამიტომ ჩვენ კარგად უნდა გვეხსოვოთ. თუ გახსოვთ, მე ამ რამდენიმე გადაცემაში ერთ-ერთში ვთქვი იმაზე, რომ როდესაც მე ვაშინგტონში გავხდით უშიშროების საბჭოში და სერიოზული საუბარი მეუღო და მე მათ დაუსვი საკითხი. გამაგებინეთ. ამერიკელებს და ევროკავშირს სხვადასხვა მიზნები გაქვთ. სამხრეთ კავკასიაში. რატომ გვაძლევთ ნებას, რომ რაღაც ახლო პარტნიორობა, კარგი ურთიერთობა სულ უნდა გქონდეს, მაგრამ ახლო პარტნიორობა დავამყაროთ ევროპასთან, რომელიც ჩვენ არ გვჭირდება. ჩვენ გვჭირდება ამერიკელებთან კარგი ურთიერთობა. მაშინ მით უმეტეს რუსეთი ლამის წაქცეული იყო და რუსეთთანაც დასალაგებელია ურთიერთობა, ამას ვამბობ, მხოლოდ სტრატეგიული პარტნიორობა ერთია, ისე ურთიერთობა სხვა არის. მან არ მიპასუხა, იმიტომ რომ ეხლა წიგნის ავტორი წერს, რომ ტრამპს ეზიზღება ევროპა, იმ ელიტას, ამერიკულ ელიტას, რომელიც დღეს ხელისუფლება, ეზიზღება ევროპა, დასცინი ანადგურებენ. ეუბნებიან, ჩვენ იმიტომ ვიქცევთ, ასე რომ თქვენ გადაგარჩინოთ. ესენი კი ჭაობში არიან, LGBT და ვოუკიზმი და მწვანე ეკონომიკა და რა ვიცი, ესე იგი მიგრანტები და 1000 რამე, ხო? ესე იგი, ეს რატომ
გავაკეთე აქცენტი ამ საკითხზე. საქართველოს ხელისუფლების უბადრუკი პოლიტიკა რომ ეჩვენებინა. რა დონეზე არიან გაჩხერილი სისულელეში, პოლიტიკურ შეცდომაში. ამიტომ მე შეურაცხყოფელად კი არ ვამბობ. მე პოლიტიკას ვაფასებ მხოლოდ საქართველოს მთავრობის პირველი პირის განცხადებები პოლიტიკური სიშტერის დონეზე. ნებისმიერ ახლა თვითონ ხوارი კადრებს ჩემს გვერდით დაჯდომა სოციალური კი ბატონო ხო ყავთ ვითომ ექსპერტები ვითომ ვიღაცები რომლებსაც ასე თუ ისე გინდა თუ არ გინდა თვალს ავლებ როცა ჩდება ჩემი თვალსაწიერის ფარგლებში და ხედავ რომ ისინი ემსახურებიან არა პროფესიას ისინი არიან არა პროფესიულად წმინდა სისხლის ხალხი არამედ ისინი ემსახურებიან მთავრობას და ასრულებენ აი დაახლოებით გეტყვით თუქსუსის როლს ალბათ თბილისელებმა კარგად იციან თუქსუსს რა როლი ჰქონდა თბილისში იმ ჩვენს არ თუ ისე შორეულ წარსულში ასე რომ ეს არის ის რაზეც მე წლების წინ დავიწყე საუბარი და ლამის ესე გასაგებია მიტევდნენ ჭყალებში მაგრამ მე ხო ამას პროფესიულ დონეზე ვაკეთებდი ხო დღეს უკვე აღიარებულია ყველაფერი აგერ წინვალე წიგნი ნახეთ მე აუცილებლად გირჩევთ ყველას ვისაც პოლიტიკაში გარკვევა გინდა დღევანდელობისა სრულიად ახალი წიგნია არეულობა ძიმე დროება 21 საუკუნეში ეს სულ სხვა რამეა ვიდრე 10 წლის წინ ვიყავით ან 5 წლის წინ ვიყავით ეს ძალიან მნიშვნელოვანი საგარეო ფაქტორი და ალბათ ერთი-ორი სიტყვით უნდა ვთქვა, იმიტომ რომ ამ თემას მე უფრო გადავიტანა შაბათისთვის, ის რაც ხდება უკრაინაში საშინელება ვერაფერი ვერ უშველის უკრაინას. არ არსებობს ძალა, რომელმაც შეიძლება უკრაინა კატასტროფისგან იხსნა. რით დასრულდება ეს ყველაფერი არ ვიცი, ვერ გეტყვით, მაგრამ უკრაინას არანაირი დამოუკიდებელი და არანაირი გარანტიები დასავლეთიდან ვერ ექნება, იმიტომ რომ არანაირი პირი არ ჩანს სამშვიდობო მოლაპარაკებას. ეს ყველაფერი არის ძალიან კარგად გააზრებული ამერიკელებისა და რუსების მოქმედება, რომელსაც ერთი აკეთებს თავის საქმეს, მეორე აკეთებს თავის საქმეს და ისინი ჯერჯერობით მაინც დაპირისპირებულები საბოლოო კონტურებზე შეთანხმებიან ალბათ მე ვფიქრობ 1-2-3 წლის შემდეგ, მანამ არ ამგონია რომ რაიმე სერიოზული შეთანხმება მოხდეს. მესამე საკითხი, რომელიც მე მინდა დღეს განვიხილო, ეს არის განათლების რეფორმა. მე დღეს დავწერე საკმაოდ მკვახე კომენტარი მინისტრის გვერდზე, რომელიც ოფიციალურ გვერდი არის, როცა გამოცხადდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის და ცნობილი გპ-ის, ანუ საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის, დღეს უკვე ტექნიკური უნივერსიტეტის შერწყვა. ახლა მოდით ყოველგვარი ემოციის გარეშე დავალაგებ ყველაფერს. ამ განათლების სისტემაში, როცა სკოლა იმ მდგომარეობაში ხარ და ქართული სკოლა დამთავრებულ ახალგაზრდას არ შეუძლია საინჟინრო სპეციალობის ათვისება. ვერც სამშენებლო სპეციალობას აითვისებს, ვერც მანქანათმშენებლობას, ვერაფერს თუ რაღაცა ბატი-ბუტი სპეციალობა არ არის. ბატი-ბუტი სპეციალობა მოიტანა ის, რომ გავსებულია მენეჯმენტის სპეციალობები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და პოლიტექნიკური ინსტიტუტი, რომელსაც არაფერი არ ესაქმება ამასთან. ამ თვალსაზრისით, როცა მორღვეულია ყველაფერი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და პოლიტექნიკური ერთად იქნება, ცალ-ცალკე იქნება, ყველას ერთად მოუყრით თავს და გადააგდებს სადღაც, მნიშვნელობა არ აქვს. მაგრამ გასაგებია, მერე ფულის შოვნის პრობლემა დგება, ხო? ეხლა სწავლა არის გაყიდვა დიპლომებისა
და ამ ახალგაზრდებისთვის ფულის აღება, როგორც შაურმის გამყიდველი პატიოსნად შაურმას თავაზობს, იღებს ფულს. 1000-ჯერ უფრო ღირსეული საქმიანობა, ვიდრე გაყიდო დიპლომი, მიიღო ფული. მაგარი ჩათლახობაა, რო გითხრათ სიმართლე. ესე იგი, ამ სიტუაციაში მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ ჩვენ ხო მომავალზე ვფიქრობთ, ჩვენ ხო წინ ვიხედებით. რა განსხვავებაა? მეწუნეთ, ახლა მე საუნივერსიტეტო კურსებიც გავლილი მაქვს, ტექნიკურით, მათი შერწყმაც წმინდა უნივერსიტეტების ფუნდამენტი და ეხლა უკვე მესამე თაობის ინსტიტუტებია და არა ის, რაც კობახიძემ თქვა, არ იცის მან. ამ იურისტებმა არაფერი არ იციან. არაფერი არ იციან, რასაც სახელმწიფო მართვა ქვია და ყველა ისინი არიან, აგერ განათლების რეფორმას პენიტენციალური სისტემის ყოფილი ხელმძღვანელი ასრულებს, ხო? ეხლა დაცინვა კი არ არის ეს. ეს ნიშნავს, რომ ხალხს უთხრა, თქვენი პატრონი დედაც, საერთოდ არ გვაინტერესებს თქვენი აზრი. პრობლემა რაშია? კარგად გაითვალისწინეთ. საუნივერსიტეტო განათლება ყოველთვის არის ფუნდამენტალურ მეცნიერება, საბუნებისმეტყველო დარგების განვითარებაზე ორიენტირებული სპეციალობები. არის ეკონომიკა კლასიკურად, არის ჰუმანიტარული სპეციალობები, ბოდიში ფაკულტეტი, როგორც არის ვუგნებავთ ფილოსოფია, ფილოლოგია, ენათმეცნიერება და ასე შემდეგ და მეტი არაფერი. ის რომ საქართველოს პირველ უნივერსიტეტში 1918 წელს სხვადასხვა რაღაცები იყო, ეს უბრალოდ რესურსების და დასაწყისის ბრალი იყო. მე ყველაფერი თავიდან დალაგდა სხვაგან, ხო? ეხლა ფუნდამენტალური სხვაობა რა არის? მერწუნეთ, მე ერთიც კარგად ვიცი, მეორეც კარგად ვიცი. როდესაც შენ უნივერსიტეტში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ამზადებ მათემატიკოს, თეორფიზიკოს, ბიოლოგიის სპეციალობას, ბოდიში ქიმიას და ასე შემდეგ, შენ ამზადებ მეცნიერ თეორეტიკოსებს, ქიმიაში უფრო პრაქტიკაც არის, მაგრამ აქ მთავარი მაინც არის მეცნიერება. ეხლა ანუ საბუნებისმეტყველო თეორიული მიმართულებები არის გადამწყვეტი. ეხლა მოდი წამოვიდეთ პოლიტექნიკურ უნივერსიტეტებში. აი თუ გნებავთ, აიღეთ მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტი, აიღეთ კალიფორნიის ტექნოლოგიური, ყველგან ვიცი რა როგორ არის ნომრების დონეზე. როდესაც შენ ტექნოლოგიურ, ტექნიკურ უნივერსიტეტში ასწავლი ისევე ძალიან ძლიერ მათემატიკას, ისევე ძალიან ძლიერ ფიზიკას და ასე შემდეგ, ის რაც მე ჩემს სხეულზე მაქვს, აბსოლუტურად განსხვავებული მეთოდოლოგიაა იმიტომ რომ მათემატიკოსი, თეორეტიკოსის კვირსები აბსოლუტურად განსხვავებული მიმართულებებისა, საკითხები შეიძლება ბევრი ერთნაირია, ვიდრე ტექნიკური უნივერსიტეტის ძალიან მაღალი დონის მათემატიკა, იგივე ტოპოლოგია აიღეთ, იგივე ფუნქციონალური აიღეთ, ყველაფერი გავლილი მაქვს. რატო? ეს სხვა მიმართულების განათლება, თეორიულ მეცნიერებებში დიდი წარმატებები და აღმოჩენები შემდეგ უკვე ამ კარგად მომზადებული საინჟინრო ტექნიკური დარგების სპეციალისტების მიერ გადადის ტექნოლოგიებში. მაგრამ ამას თეორიული ფიზიკის ცოდნა ჭირდება პრაქტიკული გამოყენების ორიენტირით, ამიტომ ესენი არათავსებადი არიან. თუ შენ ამას ცალკე ერთეულს აკეთებ, ამას ცალკე ერთეულს, მაშინ ერთად მათ ყოფნას აზრი არ აქვს, იმიტომ რომ ამას სხვა ვინმე უნდა ხელმძღვანელობდეს. სოფლიოში ყველა ტექნოლოგიურ უნივერსიტეტს იმ ცნობილი დარგის ძალიან მაღალი დონის მეცნიერი ისევე ხელმძღვანელობს, ისევე როგორც საბუნებისმეტყველო. საქართველოში ვინ ხელმძღვანელობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს? გითხრათ გვარი, რომელსაც დაკიდა კორპუსები, იმიტომაც მოიყვანეს მან, ხო? შედეგი სახეზია.
ესე იგი, შეუთავსებლობა პერსპექტივაში კარგი, რო გინდოდა შენ ამხელა სტრუქტურის მართვა გაცილებით უფრო რთულ მექანიზმებზეა აგებული და ამიტომ შენ მოგიწევს უსაშველოდ ძლიერი მეცნიერების ამოყვანა მართვის დონეზე. გავაგრძელო ეს თემა. ძლიერი მეცნიერების აღიარება, იმიტომ რომ თუ სახელმწიფო ოდნავ მაინც გონიერია, ქართული სახელმწიფოს ხელისუფლება გონიერი არ არის, არ დაიჯეროთ. ქვეყნის განვითარება ხდება სამეცნიერო ტექნიკური პროგრესის განვითარების ხარჯზე. სამეცნიერო ტექნიკური პროგრესი კეთდება ფუნდამენტალურ მეცნიერებაში და ტექნიკურ მეცნიერებებში. თუ ეს არა გაქვს დახურული თემა არის. რომ არასწორად ესმით ეს, იმიტომ აკეთებენ სისულელეს, რა უნდა მოთხოვოთ პენიტენციალურ სისტემაში. მე არაფერი მაქვს პენიტენციალური სისტემის, ჩვენ არა ვართ სრულყოფილი ქვეყანა, ამიტომ ეს დაწესებულებებით საჭიროა, მაგრამ რა შუაშია იმ უბედურების მნახველი ადამიანი, იმ უბედურებას რომ ხელმძღვანელობდა, რასაც პენიტენციალური სისტემა ქონდა. იმ ხალხთან ქონდა ურთიერთობა, თქვენ კიდევ განათლებას მიხედავთ, იმიტომ უტირეს დედა ყველაფერს. ბოლო საკითხი და მორჩები. დღეს როცა ვემზადებოდი აქ, მოვედი სამსახურიდან, ვახშმობდი და თან ტელევიზორს ჩართული იყო და ეს ერთ-ერთი კანალიზაციის ტელევიზორია, ოღონდ სახელმწიფო იმედი. თავისი შემართული ჟურნალისტებით გამოაცხადეს, რომ იქ აჩვენეს მერე ხელმძღვანელობა ბჭყალებში, რომ დღეს ლონდონის ბირჟაზე საქართველოს ხელისუფლებამ განათავსა სახაზინო ვალდებულებები $500 მილიონ და გაიყიდა ეს ყველაფერი. და თურმე ინვესტიციები მოვიდა ქვეყანაში. ან თქვენ ახართ შტერები, ვინც ამ სისულელეს ამბობთ, ან ხალხი გონიათ ბიჭო, სავალო ვალდებულებები გაყიდეთ. ვალი აიღეთ 500 მილიონი, მეტი მოვიდა ფული, მაგრამ რატო აიღეთ, იცით? წინა 500 მილიონის რესტრუქტურიზაცია რო ქვია, ის გააკეთეთ, ანუ ახალი ვალი ძველი გადაფარეთ, ინვესტიციებს რო აკვირებთ ამ შტერ გაუნათლებელ იმედის ჟურნალისტებს, ვინც ამ საინფორმაციო ეკონომიკურ ბლოგზე მუშაობს, თორე ისე არ ვეხები, ახლა მუსიკაში როგორები არიან, არ მაინტერესებს, იმიტომ რაც ჭაობია, ის ჭაობი იქნება იქაც. ხო? რის ინვესტიცია მიიღეთ? აიღეთ. ვალი არ არის ინვესტიცია, მე რომ ვიცეცხებ რაიმეს, ის არ არის ინვესტიცია. როგორ აგიხსნათ ახლა? ბიჭო, რაც აბოლებთ ამ ხალხს, რაც ერჯით ამ ხალხს, მართლა მტრები ხართ ქვეყნის? $500 მილიონი ისესხეთ დღეს, 2 მილიარდზე მეტი შემოვიდა ლარებში. გადაფარავთ ახლა დღეს იქნება თუ ხვალ იქნება წინა ვალს, ინვესტიცია სად არის? რას ქვია ინვესტიცია? ძალიან გეხვერწებით ვიღაცა რომ ყავთ იქ საცოდავი ეკონომიკის მინისტრი, ვიღაც ვიცე-პრემიერია, პრემიერია, ამიხსენით რისი ინვესტიცია გაქვთ? რისი არაბული ინვესტიცია გაქვთ 6 მილიარდი ერთი, ამიხსენით თუ შეიძლება. მე ღია ტექსტით თქვი და ვამბობ. ხელისუფლება მიდის ყველაფერზე, ქართველებს დააყენებენ ფაქტის წინაშე, როცა მერე შეცვლა არაფერი არ იქნება შესაძლებელი. მაგრამ საბედნიეროდ არის გადარჩენილი ქართველები, ძალიან ღონიერი ქართველები, ზოგი მათგანი ჯერჯერობით მცირე ნაწილი მოსულია ქართველთა დიდ გაერთიანებაში, სადღაც სხვაგანაა, მაგრამ ჩვენ ყველა გულიან ქართველს ერთი ქვეყნის, ჩვენი საერთო ქვეყნის გვერდით დავაყენებთ, რომ ეს საშინელება არ მოხდეს. მე არ მინდა დღეს გადაგყალოთ, მე ვფიქრობ ყველაზე არსებითი და მთავარი რამეები გით. ტყუილში ცხოვრება არის ტრაგედია. ეს არის თვითგანადგურება.
იმ საცოდავ ხალხს მივმართავ განათლების უზარმაზარი რას უწევთ ამ პრემიერ-მინისტრს და ამ განათლების დედა გილოცავდა დედა რა ბედნიერი ხარ და რა კაიო რეფორმა გააკეთეთ შტერი ხარ ჩამოყალიბებული არაფერი არ იცი დაიღუპება ახალგაზრდა დაიღუპება თორემ მე აწი ბუნებრივი სიკვდილით თუ წავალ თუ მანამდე არ მომკლეს არა პრობლემა ხო მე გავიარე სუპერ განათლება შემდეგ რაც გავიარე უნივერსიტეტის მერე რაც დამაკდა ყველაფერი ავანაზღაურე და აი სუპერ დონეზე გავიარე განათლება მაგრამ მე ამას არ წავიღებ საფლავში ყველაფერს დაუტოვებ ახალგაზრდებს მაქსიმალურად შვილები არ გინდათ განათლებული ხალხი იყოს თუ ბიზნეს და მიშას მსახურები უნდა იყვნენ და სიგლახე აკეთონ რომ ფული იშოვონ ხო ჩამოყალიბდა საქართველოს სადაც სიგლახე უნდა აკეთონ რომ ფული იშოვონ ეხლა მე გეკითხები თქვენ მშობელი რომელიც სიგლახისკენ უბიძგებს შვილს იმიტომ რომ შენ როდესაც არასწორ დონეზე აღზრდის პროცესში ატარებ შენ შვილს შენ მას სიგლახისკენ უბიძგებ იმიტომ რომ შენ იმას არ ასწავლი რომ სიგლახის კეთება არ შეიძლება იმიტომ რომ სიგლახის გამკეთებელი ახალგაზრდისგან არაფერი არ გამოვა ამიტომ ყველას გთხოვთ ვიყავით ჩვენს მიმართ კრიტიკულები ოღონდ კრიტიკა რა არის იცით საქმეზე ვისაუბროთ მობრძანდით ვისაუბროთ თქვენ არ მოხვალთ მე მითხარით სად მოვიდე და იქ მოვალთ ყველაფერს ნუატრიალეთ ეხლა მე ისევ ამ ხალხს ვეუბნები ნუატრიალეთ ნუ ეთამაშებით ქვეყნის მომავალს მე მაკრიტიკებთ მე თქვენი კრიტიკა სულ არ მაინტერესებს არარაობების კრიტიკა არ მაინტერესებს გეუბნებით ეთამაშებით ქვეყნის მომავალს ჩვენ კი ამის ნებას არ მოგცემთ იმდენად მაგარია გადარჩენილი ქართველები რომ თქვენ მალე ნახავთ რა ძალა იქნება ეს ძალა კი ერთადერთი მიზნით გჭირდება დავბლოკოთ ეს საზიზღრობა საერთო მაგიდაზე დავაჯინოთ ყველანი შევთანხმდით თამაშის წესებზე შევთანხმდით საარჩევნო კანონზე და შევთანხმდით წესიერ ადმინისტრაციაზე და შემდეგ ქართველმა ხალხმა გადაწყვიტოს ვინ იქნება ხელისუფლებაში აი ეს არის ჩვენი მიზანი ამას რამდენიც არ უნდა უტრიალოთ ახლა დაჯდეთ ტელევიზიაში და არ ეგი ესა მეტი შენ რა გითხრა იმანო და კიდევ იმანოებო სხვადასხვა იმანოებო დიდი მადლობა ყურადღებისთვის მე მზათა ვარ შაბათს პარასკევს ხვალ ვისაც სურვილი ექნება პირველიდან 3-მდე ვიქნები ოფისში სხვა დროსაც ნებისმიერ დროს მოვალ, ოღონდ წინასწარ უნდა მითხრათ 4 შაბათობით 6 საათიდან 9 საათამდე ჩვენ იქავართ ყველანი, ასე რომ ჩვენთან კონტაქტი რთული არ არის, შეგვეხმიანეთ, გვერდი მუშაობს, საბედნიეროდ 100,000-ობით ადამიანი ნახულობს, ნახვები არის, მე სულაც არა ვარ ის ადამიანი ილუზიებში რო იყოს, მაგრამ ჩვენს გვერდზე რატო უნდა შემოხვიდე დაინტერესებული თუ არა ხარ რაც ვაკეთებ იქ ცეკვა თამაში გვაქვს გაგამხიარულებთ გაგართობთ თუ რა იქნება რა კი გეწებით გული აქ არის საქართველოს გადარჩენა და აქ არის მისი მომავალი ჩათვალეთ რომ მე თქვენს მიმართ მაქვს არანორმალურად დიდი პასუხისგებლობა ჩვენგან უკან დახევა არ იქნება ისევე როგორც სხვებისგან ჩვენ ამ წმინდა საქმეს ბოლომდე მივიყვანთ დიდი მადლობა შაბათს 21 საათამდე გემშვიდობებით. კარგად წავდებით.